როგორ მივედით 9 აპრილამდე 1998 წლისთვის, ანუ დაახლოებით რამდენიმე თვით ადრე, სანამ 1999 წლის 9 აპრილი დადგებოდა და ეს საშინელი ტრაგედია დაეტრიალდებოდა, მანამდე უკვე იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც მოითხოვდა დამოუკიდებლობას. ამ დროს უკვე ეს პროცესები დაწყებული იყო დიდი ხნით ადრე. ჩვენთან მაგალითად ოქტომბერში, ნოემბერში იყო გამოსვლები ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის. თუმცა ძალიან მალე ჩვენს ეწინააღმდეგოდ იმისთვის, რომ ჩვენი ეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სულისკვეთება ჩაიხშოთ, წამოიწია წინ აფხაზეთის საკითხმა მარტის თვეში, სანამ იქნებოდა 9 აპრილი, რამდენიმე დღით ადრე, გუდაუთაში, სოფელ ლიხტში მოხდა ესეთი რამ, რომ მოითხოვეს წარმოუდგენელი რამ მოხდა, მოითხოვეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს იყო განზრახული პროვოკაცია და თავიდან ზუსტად მარტშივე სოხუმშიც, თბილისშიც და არა მხოლოდ სოხუმში და თბილისში დაიწყო მასიური გამოსვლები ხალხის, რომ რა ქვია, ჩვენი მიწა საიდან გვყრით, საიდან ცდილობთ გამოყოფას, ხო? საერთოდ დები ვართ, ძმები ვართ, საერთოდ რაზე ალაპარაკი? ეს იყო პროვოკაცია, რა თქმა უნდა, ჩადებული თავიდანვე, რისი მიზანიც იყო ამ გაუგებრობის დაწყება ქართველებსა და აფხაზებს შორის. აფხაზები არიან ქართველები, უბრალოდ კონკრეტულად აქ ვიცით რისი თქმა მინდა, რომ ანუ აქ იყო ეთნიკური ნიშნის წამოწევა, გახლეჩვა, რომ თითქოს აფხაზები არ იყვნენ ქართველები, ასეთი ბოდვის წინ წამოწევა. და მოხდა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოსვლები. უბრალოდ მოგვიანებით რამდენიმე დღეში გამოსვლები გადაიზარდა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოთხოვნაში. და ამის შემდეგ უკვე ვიცით, რაც მოხდა 9 აპრილი დატრიალდა. ჩემი აზრით ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა უნდა დარჩენილიყო მთავარ მოთხოვნად, მაგრამ აფხაზეთის საკითხს არ უნდა გადაინაცვლა უკანა ფლანგზე. მოთხოვნა უნდა გაგრძელებულიყო, რომ აი ამ სეპარატისტული პროპაგანდის შემცირება და განადგურება უნდა მომხდარიყო და არა ის, რომ ამ თემის საერთოდ უკან გადაწევა და მე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და მაგრამ არც ახლა არ არის გვიან. არც ახლა და არასდროს არ იქნება გვიან, ყველაფერი ჩაივლის, ყველაფერი დაალაგდება აუცილებლად, უბრალოდ ჩვენც უფრო მეტად, არ ვიცი, ესე მგონია, რომ უფრო მეტად უნდა მოვემზადოთ, კიდევ უფრო მეტი ინტერესი უნდა გამოვიჩინოთ ამ საკითხების მიმართ და უფრო მეტად ინფორმირებულები უნდა ვიყოთ და მოვემზადოთ ყველაფრისთვის. არ არის აქ საჭირო რაღაც საკმარისზე მეტი სისხლი და ცრემლი დაიღვარა ამ ბოლო 30 წლის, ბოლო 35 წლის მანძილზე და აღარ არის საჭირო უფრო მეტად მოვლენების გამწვავება. ყველაფერი კარგად იქნება ხალხო, აუცილებლად. მთავარი ძალა არის ჩვენში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, ზუსტად 9 აპრილისგან, ჩვენ გვაქვს 2 აპრილი, ზუსტად 9 აპრილიდან 2 წლის თავზე 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა ზვიადმა დამოუკიდებლობა. ეს ცნობილი სიტყვები წარმოთქვა. და უბრალოდ ის თქმა მინდა, რომ ჩვენ შეიწყება ეს ყველაფერი, ჩვენს გულებში შეიწყება და ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მომზადებულები. უმერთვა გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო.